რამდენად მშვიდობიანი იქნება დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა. კითხვას რევოლუციური სცენარის ინიციატორებისა და მათი თანამოაზრეების ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და ინსტრუქციები აჩენს. მოძრაობა ჯგუფურად დედაქალაქის მასშტაბით, სპეცოპერაციის პუნქტების გარღვევა და შურდული და ვაზელინი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მუშაობის შესაფერხებლად. 4 ოქტომბრის აქციის პოტენციურ მონაწილეებს მოვლენების განვითარების საკუთარ ხედვას და კონკრეტულ ინსტრუქციებს, როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო აქტივისტები უზიარებენ. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ქუჩაში არ გასვლის სანაცვლოდ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ბოლო პერიოდში დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას მოითხოვს. როგორ განვითარდება პროცესები 4 დღეში გაირკვევა. მანამდე კი ხელისუფლება ოპონენტებს კანონის ფარგლებში დარჩენას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრ საპასუხო ზომებზე აფრთხილებს. მისვლა, დგომა და საღამოს 8 საათზე ხელისუფლების გადაბარება. ძირითადად მხოლოდ ამ 3 მოქმედებით აღწერენ 4 ოქტომბრის მოვლენებს პოლიტიკოსები. ისინი, ვინც თვეებია მშვიდობიან დამხობასა და რევოლუციას აანონსებენ. ეს ღიად და საჯაროდ, თუმცა მაინც ამ დრომდე არსებობს კითხვა. რეალურად როგორ გეგმავენ ცვლილებებს პაატა ბურჯულაძე, ნაციონალური მოძრაობა და მათთან ერთად რევოლუციის ავანგარდში მდგარი მათი თანამოაზრეები. და თუ პოლიტიკოსების ნაწილი ხელისუფლების გადაბარებისთვის საკმარისად მხოლოდ რუსთაველზე დროშებით დგომას მიიჩნევს, სხვანაირად და სხვა ტაქტიკით გეგმავენ ცვლილებებს სხვები, მათ შორის იმავე ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან. დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა. დამხობა დომინოს ეფექტით, როგორც მოქმედების ერთ-ერთი ტაქტიკა, 4 ოქტომბრის რევოლუციის მსურველებს ვიდეო გაკვეთილით გააცნო ზვიად კუპრავა, რომელიც ამ დრომდე თბილისის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობის სიით. მათ შორის ამ პოლიტიკური თანამდებობის ფონზე სჯერა კუპრავას, რომ მას არ დაიჭერენ და თუ მაინც დაიჭერენ, ეს კიდევ ერთი ტაქტიკა იქნება რევოლუციურ სცენარში. თუმცა საბრძოლო ტაქტიკების შემუშავების ფონზე კუპრავას დათმობის გზებზეც აქვს ნაფიქრი, მაგალითად ასეთზე. თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე როგორც ერთი ადამიანი იმ წუთიდან დავჯდები სახლში და ვიდრე 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, გნებავთ ვაჭრობა და არქვით ბატონო ივანიშვილო, გნებავთ მუქარად მიიღეთ. თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობთ. კუპრავა ერთადერთი არაა, ვინც აქტივისტებს რევოლუციის საჯარო გაკვეთილებს უტარებს. რევოლუციის გაკვეთილების სოციალურ ქსელში უკვე ერთგვარ მიმდინარეობადაც კი იქცა. ლაგადკების, პეინტბოლის ბურთულებისა და ვაზელინის, როგორც კამერებთან ბრძოლისთვის საჭირო ინვენტარად მომარაგებას ურჩევს ზოგიერთი აქტივისტი აქციის მონაწილეებს. რჩევებს შორისაა 5-15 კაციან ჯგუფებად დაყოფა და კოორდინირებული მოქმედებაც. ზოგი კი რევოლუციისთვის ფინანსებს აგროვებს და ამისკენ მოუწოდებენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც. ფინანსების მოძიებისა და უფასო გაკვეთილების ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა ისიც, რომ როგორც პროტესტის აქტიური მონაწილეები თავად ამბობენ, ჯარიც უკვე შეკრებილი ყავთ და ბრძოლისთვისაც მზად არიან. შევკრიბეთ ჯარი, პირდაპირ ვიტყვი ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებების და მათ შორის ჯარისკაცები არიან. აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი არის, მებრძოლი ადამიანი არის, ასევე საქართველოს პულს ყავს, ასევე რა ვიცი, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები. პირველი ეს არის, რომ ჩვენ ჯარზე ვდებთ ჩვენს ფსონს. ყველაფერი აბსოლუტურად ქუჩის ბრძოლაც, კი, იქაც უნდა იყოს საბრძოლო სტრატეგიაც, გეგმას და ასე შემდეგ. და ხო, მოკლედ ამ მზადებაში ვართ, იქ თავდაცვის საშუალებები, იქ ყველაფერი, რაც სჭირდება ამ ბრძოლას, ჩვენ არავის მოკლას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ რომ მსხვერპლი არ ვიქნებოდით, ეს ქონდა გააზრებული. ამ საბრძოლო სამზადის ისა თუ საჯარო სივრცეში გაფანტული საბრძოლო გაკვეთილების ფონზე კითხვა კვლავ რჩება და კვლავ რევოლუციის ორგანიზატორი პოლიტიკოსების მიმართ. რა იციან იმ გეგმების შესახებ, რაზეც აქტივისტები სოციალური ქსელით საუბრობენ და იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას თავადაც იმ პროცესებზე, რასაც შესაძლოა თუნდაც პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილი ამზადებდეს. როგორც ირკვევა, არა, რადგან ისე როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები, რევოლუციის სხვა მონაწილე პოლიტიკოსებიც კვლავ ამტკიცებენ, რომ არეულობა და დაპირისპირება მათ გეგმაში არ შედის.
ყველა ადამიანი არის პასუხისმგებელი მის ქმედებას. ჩვენ აქ არა ვართ შეკრებილები, იმიტომ რომ ცალკეული მოქალაქეების განცხადებების კომენტარები ვაკეთოთ. საზოგადოებას აინტერესებს ნაციონალური მოძრაობის პოზიცია რა არის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მოგახსენებთ ნაციონალური მოძრაობა როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, როგორც იყო აქამდე მშვიდობიანი და არაძალადობრივი, 4 ოქტომბერსაც იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. ნებისმიერი სხვა ტიპის მოქმედება, რომელიც მიმართული იქნება ძალადობისკენ, ძალადობის მოწოდებისკენ და ასე შემდეგ, არის მიუღებელი. ამ პოლიტიკური ფიცის ფონზე კი მმართველი გუნდი ოპონენტთა რეალურ გეგმებს მაინც იმ განცხადებებში ხედავს, რომელსაც აქტივისტები თუ თავად კონკრეტული პოლიტიკოსები არც საჯაროდ მალავენ და ღია გაკვეთილებსაც ატარებენ. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ის რაზეც რევოლუციის მსურველთა კონკრეტული ნაწილი ღიად საუბრობს, დიდი ხანია განხილვის თემაა დახურულ შეხვედრებზე. მათ შორის ისეთზეც, რომელიც ცოტა ხნის წინ პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა ბაჩუ ახალაიასთან. საბოლოო ჯამში კი ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ოპონენტთა მცდელობა მაინც მცდელობად დარჩება. საპროტესტო მიტინგი არაფერს არ ნიშნავს. ანუ არც თავისი შინაარსით, არც თავისი თქვათ რაღაცა განვითარებით. აქ ერთადერთი თეორიულად რაც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, ეს არის პროვოკაციის მოწყობა. ჩვენ ხო ვნახეთ არა, რომ გექსულგენი შემოაგზავნეს საქართველოში. უკრაინიდან და აქ უკრაინელი მოქალაქე იყო დამხვედრი. ჩვენ ხედავთ, რომ იგივე ბაჩო ახალაია, როგორც მათთვის სანდო პირი, შეიძლება გარკვეულ მეკავშირის რგოლს ასრულებდა. აქ სქემას გაშიფრულია, შესაძლოა პროვოკაციის, ასე ვთქვათ, გზებიც და დაფინანსების წყაროებიც გამოაშკარავებულია. მოხდება ის, რომ გაიმართება მუნიციპალური არჩევნები, 7-დან ჩაივლის პროცესი და 5 ოქტომბრიდან ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. ეს რაც ნამდვილად მოხდება. ასევე სავარაუდოდ რაც შეიძლება მოხდეს არის რომ სცადონ ამ ძალებმა ჩაშალონ საარჩევნო პროცესი. რომელიმე საარჩევნო უბანზე შევარდნენ, ან ბლოკირება მოახდინონ საარჩევნო უბნის, ან არაცადონ ცესკოს წარმომადგენლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, თითოეულ ასეთ ინციდენტზე სახელმწიფოს ექნება აუცილებლად შესაბამისი რეაგირება. 4 ოქტომბრამდე ზუსტად 4 დღე რჩება. მმართველი გუნდი არჩევნებისა და 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება. საარჩევნო ბრძოლისთვის ემზადება ოპოზიციის ნაწილიც. აი ნაწილი კი 4 ოქტომბრის 8 საათზე არჩევნების გარეშე ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება. თუმცა კონკრეტულად როგორ, რა მეთოდებით და რამდენად რეალისტურად ეს ცხადი სწორედ 4 დღეში გახდება.